საქართველოში დაბრუნება. გაგვახარეთ ჩვენს და ჩვენი ტელემაყურებელიც. ჩემო კარგო, მშვიდობით იმგზავრე და დაუკვირდი ხოლმე, დაუჯერე ნიკას საწახვიდე და სადა არა. მაშინ იზღა დამრჩენია მოგესალმოთ ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ხუთშაბათია საღამოს 10 საათი და რუსთავი 2-ის ეთერში ტრადიციულად პატა და ნიკას შოუ. დაი, რომ გაგჩართული და გურთული? არ გადამრიოთ ახლა ვინმე. ნიკოლოზ მანდას კითხვა რა თუნდა? სად იქნება თაბა სხვაგან გადათული, როცა აქ ამისთან ამბავია შოუ, რომლის მუსიკალურ გაფორმებაზე და ჩვენი მაყურებლის კეიფსა და დროსტარების განწყობაზე ზრუნავენ ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი. სამი მარტი საქართველოში ოფიციალურად დედის დღედ აღინიშნება. დაგვიანებით გილოცავთ დედებო. დედა გილოცავ, ინო გილოცავ. გილოცავთ. ვუერთდები დაგვიანებულ მილოცვას არსებობს ორი ტიპის შვილები. შეირა. ვისაც დედა უყვარს და ელოდება ამ დღეს, რომ მიულოცოს და გაახაროს დედიკო და მეორე დედა კი უყვარს, მაგრამ დალევის მიზეზი უფრო ახარებს. აქვე ყვავილების ყველა გამყიდველს ვულოცავ დაგვიანებით 3 მარტს და წინასწარ 8 მარტს. სხვათაშორის ჩემს სახთან ერთი კარგი სანდომიანი ქალბატონი ყიდდა 2 მარტს ყვავილებს, 1 მარტს 28 თებერვალს და 4-ში დილას კარგი მსუყე ჯიპით წავიდა სახლში. აღარ მინახავს. ამ დღეს დედების თავაზობენ შვილებს, რომ მოდით სულ 3 მარტი იყოს დედიკო. სულ ასე მოიქეცით, როგორც ახლა იქცევითო. შვილებიც ნაწილობრივ უსრულებენ. დედა დღეს არაფერი გააკეთო, ნიშნავს, რომ ხვალ ორმაგი საქმე ექნება. სხვათა შორის, ესაა ერთადერთი დღე, როდესაც ჩემი მეზობელი ჯემალა შვილებს არ აგინებს დედას. ამ დღეს კეთილებით შემოიფარგლება ხოლმე. ასეთი სათნოკაცია ჩვენი ჯემალი. სხვათა შორის ბრიტანელ მეცნიერებს ჩაუტარებიათ კვლევა და დაამტკიცეს, რომ არა აუცილებელი 3 მარტს დაველოდოთ, რომ დედებს საჩუქარი გავუკეთოთ. სხვა დღესაც გაუხარდებოდ და შეიძლება თურმე. და არ იმსახურებენ? თუ როგორაა საქმე? ნიკოლოზ, ერთი მეტად უცნაური კითხვა მინდა დაგისვა. დიახ. თუ იცი შენ რა საერთო აფთიაქს და დედას? და რა? რა და ორივე კვირაში 7 დღე და 24 საათი მუშაობს. ამას დაფასება შეიძლება ჩემო ბატონო. არა, მე ვიცი, ზოგიერთები რომ იძახდნენ, კარგია რომ 3 მარტი ჩემპიონთა ლიგას არ დაემთხვა, თორემ ან დედაზე უნდა მეთქვა უარი, ან მადრიდის რეალს. აი, კი ბატონო და კარგია რომ მიხოდა მაროს ახალ სერიებსაც არ დაემთხვა 3 მარტი. აი, 8 მარტი კი ემთხვევა, კვირა დღეა. მაგრამ მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ არ გამოტოვებენ არც ქალები და არც კაცები ამ შაბათ-კვირას კომედი არხზე საღამოს 8 საათზე მიხოდა მაროს ახალ ძალიან მაგარ სერიებს. მეც ავედი, მეც არაფერ არ. სხვათა შორის, ჩემო ნიკოლოზ, ჩვენ ჩავატარეთ კვლევა. და მიხოდა მაროს უყურებენ დედები, პროცენტით უფრო, მაგრამ პოტენციური დედები. დედები და პოტენციური დედები. კი ბატონო. ასე რომ გელოდებით როგორც ყოველთვის თან მაგარი სერია უკვე ქიშვარდას ბიჭი იქნება სერია. დასავლია ხანაერად როგორ იქნება. კი ბატონო, გავაგზავნოთ. ნიკა ახლა დაუფიქრდი და 16 მარტს უწევს ძველით დედის დღე. ანუ გამოდის რომ 16 მარტს ბებიების დღეა. შეიძლება. არა, ცუდი იდეა. იყოს 16 მარტი ბებიების დღე. ძალიანაც გაეხარდებათ მე თუ გითხრა. მე თანახმავარ, ქალები მეტ პატივისცემას იმსახურებენ ჩვენგან, კაცებისგან. და პირიქითაც თუ თანასწორობა იყოს. ხომ ვარ თანაბარნი, ჩემო ბატონო? ვართ, კი ბატონო. კარგშიც არ ჩამოგრჩებიან ეგენი და არც
ცუდში სამწუხაროდ. აგერ ბატონო, აქ ისეთი ამბავი წერია, გადავირია კაცი. აბა გისმენ? დაკავებულია 17 წლის გოგო, რომელმაც შეყვარებული მონად გაყიდა და იმ ფულით დასასვენებლად წავიდა. ლაშქი, მონად გაყიდა. რომელიც გოგომ გაყიდა თუ გეშლება? გოგომ გაყიდა, გოგო. ბიჭი გაყიდა, გოგო. ბიჭი გაყიდა. აი სეირან მეც არ გამიკვირდა თელი დღე რატომ მოგმართა? თხილად სეირან თხილად ისე რა უბედურებაა, რომელიც საუკუნეა, რას ქვია, გაყიდა მონად. ეგ სადაც მოხდა ჩემო პატა, სხვა წელთაღრიცხვა. და არც მეფე სოლომონ პირველი ყოლიათ. ადამიანებით ვაჭრობა რო აეკრძალა და რაკ საწყალ ბიჭს ეგონა რომ შეყვარებულ სამოგზაუროდ მივყავარ. ერთი კი უკითხავს უბედურში. ჩემი ბილეთი რატოა ცალმხრივი? აი ეგა ჩემო კარგო ქალის კისერზე ცხოვრება სუდი შედეგები მოაქვს. ძალიან ნაწყენი კი ყოფილა თან ეს ბიჭი. ამის დედავატირი, ამისიო, ტაილანდში ორკვირიან დასვენებაზე ძვირი როგორ არ უღირვარ შამამხედი. მოკლედ რჩევა ბიჭებს. ამის მერე პაემანზე პასპორტით აღარ წახვიდეთ. ან, თუ წახვალთ, შეყვარებულს არ მისცეთ. მაქსიმუმ ანახეთ პასპორტი. სამედრიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა, ორივე დააბრუნეს სახლში. ბიჭს მათრახის კვალი ეთყობოდა ზურგზე და გოგოს რაზნიცა. არა, ეცა დაუჯერებელი ამბავია. კიდევ ერთ საოცარ ამბავს მოვყვები. არ ვიცი, შიშოფ ასეთი მაგარი ამბავი არ იქნება, მაგრამ შევეცდები. გერმანიაში სამშობიაროდან გამოყვანილი შვილი პრინციპში ესეთი ამბავი. ესე სამშობიაროდან გამოყვანილი შვილი წყვილს გერმანიაში დარჩა ტაქსში. აი ენაც კი ამე ბლანდა, რა ვიცი. როგორ შეიძლება ასეთი უყურადღებობა? არა, გასაგებია მეორეს დაწყება რო უნდოდათ და ეჩქარებოდათ, მაგრამ ეს მაჯი უშლიდათ. მასეც არ იყო საქმე. მანქანიდან რომ გადადიოდნენ, ქმარს კი უთქვიათ სოლისტს, რაღაცა შეგრძნება მაქვს რომ რჩება თითქოს რაღაც. რა ვიცი, ალბათ პირველი შვილი იყო და მიუჩვეველი იყვნენ რა. ნეტა მალე მიხვდნენ ბავშვი რო დარჩა? მაშინ დაახსენდათ ბავშვი როცა სახლში მისულები დაფიქრდნენ თუ რატომ ჰქონდათ მომარაგებული ამ რაოდენობის პაპიერი. მე მგონი მაშინ მიხვდნენ როცა ტაქსის ძღოლმა დაურეკა და უთხრა ეს თქვენი ოჯახის წევრი კი დატოვეთ აქ, მაგრამ რამდენს ვეუბნები გზის ფული გადავიხადეო იმდენი ტირილს იცი. იმას დავსვენებდა. დედას უთქვამს ფულს რომ არ თხოვ, მაშინაც ტირისო? ძღოლმა კიო. ხო და უმღერე რამეო. ტაქსის ძღოლმა რა ვიცი უმღერე კოკოჯამოდა. ეხა ძუძუს ვერ მოვაწუებ, იქნება წაიყვა. მაგრამ მე მგონი ეგ ბავშვი სამშობიაროშიც რჩებოდა და უკვე რომ სხდებოდნენ მანქანაში მიუსწრეს. ბავშვი რჩება თაგი. მოკლედ ტაქსის მსხვილ სხვა ისტორიებთან ერთად ახალი ისტორიაც დაემატა. იმ დღეს ტაქსო ბიჭო და ბავშვი არ დარჩათ მანქანაში. ისე საწყალი ბავშვი როგორ შეეშინებოდა რა. არა მგონია, იქ მანამდე დარჩენილი ბავშვებიც იყვნენ და გაერთობოდა. მერე დაიღლებოდნენ და დაიძინებდნენ. თან ბავშვებს ბევრი ძილი უყვართ, ხო იცი შენ? ძილი? კი, ბევრი ძილი მეც კი მიყვარს, მაგრამ სადაა მაგის დრო? არა და საჭიროა. 5-6 საათი ძილი პროდუქტიულობას 20%-ით აქვეითებს, იცოდი შე? რას მელაპარაკე? კი, მასია, საჭიროა 7-8 საათი ძილი. ანუ რა გამოდის ახლა ჩემი პროდუქტიულობის უმთავრესი მტერია მაღვიძარა. თორემ ხო ვიცინებდი 7-8 საათი, მაგას ჩავჩეჩქობდე. რა ვიცი, გვარსთან დავასახერებ და ჩვენი ერთი თანამშრომელი ვინც დააგვიანებს ხოლმე, არის ერთი ვინც აგვიანებს ხოლმე და ჩაძინების მიზეზით. მერე რომ მოდის კი უკრავს შვენივრად. არაფერი, რა ვიცი, ვერ გეტყვი. მაგას მეტი პროდუქტიულობისთვის ძინავს, თორე კი არ ეძინებ. ვერიტას ძილს. უბრალოდ საქმე სჭირდება მასე. ასია. წარმოიდგინე რა ესე რა ვარ და ჩვენ რომ მაგდენი გვეძინოს, გენიოსები ვიქნებო. მოიცა, არ გვინდა ახლა თავის ქება და აქვე ჩემი ცოლი მინდა გავაფრთხილო.
ადექი სამსახურში გაგვიანდებაო, აღარასდროს მითხრა. პროდუქტიულობა მიგვეითდება. ეგრეა. დაგვაძინეთ და სიცილის დოზაც მოიმატებს მინიმუმ 20%. ისე სუფრაზე საცივის თებში რომ დაგეძინება. ეგეთი და იცვლება რომელია ბიჭო, თან გძინავს, თან ჭამ. ამაშია საქმე. სულ ვიძახი, ძილი არის აუცილებელი. მე მაინც მგონია რომ გვატყუებ ნიკოლოზ. ეგვიპტელ მონებს 3-4 საათი ეძინათ, მაგრამ ვერ ააშენეს პირამიდები. ამაზე კამათი შორს აგვიყვანს ჩვენ, მაშინ სხვა დრო იყო, გამიგე? მეცნიერები იძახიან პირამიდები უცხო პლანეტელებმა ააშენესო. მეცნიერებზე გამახსენდა. არქეოლოგებმა ახლად აღმოჩენილ უძველეს საგანძურში აღმოაჩინეს ნაკეთობები, რომლებიც დედამიწის გარეთ არსებული მეტალისგან არის დამზადებული. ვიძახდი? არქეოლოგები გაოცდნენ აღმოჩენით და უცხო პლანეტელებმა კი გაიხარეს. ჩვენ გვეგონა დავკარგეთ და თურმე აღარ დაგჩენია თქვენთან. კოსმოსური მეტალი რომ საქართველოში ეპოვათ, მაშინვე გაჩნდებოდა თეორია, რომ მარსელები სინამდვილეში მარტვილელები არიან. არადა სხვათა შორის სეირანა მიმტკიცებდა წეღარ, რომ დედამიწის გარეთ არსებული მეტალიო ჯერ ჩვენთან მოიპოვებოდაო. იჯევანში. ვიდრე დედამიწის გარეთ გაიტანდნენ უცხო პლანეტელებიო. ტუფი დატოვეს და ეს საიღეს. საბაჟოს გვერდის სავლით გაიტანეს თავის დროზეო. სხვათა შორის ეგ მეტალი ერთი მან აღმოაჩინეს და მეორე აგერ ელიავაზე. დაშლილებში მესამე რიგში გუჯასთან. კიდევ უფრო მაგარს გეტყვი. ჩინეთში აღმოაჩინეს ყველაზე დიდი დინოზავრის ნაკვალები. ნაკვალებზე ეწერა Made in China. ახლო არა ჩანს მეორე ფეხის ნაკვალები, ამიტომ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დინოზავრი 100 კილით დადიოდა. დავიჯერო ახლა სათაფლიას ნაკვალებზე დიდია, არ ინერვიულო შენ. არა მგონია. ეგ ჩინელებისთვისაა დიდი თორე. ევროპელები რომ ჩავიდნენ, არც ისე დიდი აღმოჩნდა. ეგ კი არა, აგერ სეირანამ სომხეთში აღმოაჩინა კაცი, რომელიც ამბობს, რომ მაგაზე დიდი ნაკვალები აქვს ნანახი არარატი. და ეგ დინოზავრი წონით რამდენი იქნებოდა, ნეტა? იქნებოდა 10-15 ტონა. მასე ვერ ხვდები მასშტაბებში რო ამიხსნა. რანაირად აგიხსნა ახლა მე შენ. დაახლოებით 20-30,000 შამპური მწვადი გამოვიდოდა მაგისგან რა. აი ხელები ყოფილა. მოკლედ დავანებოთ წარსულში ქექვას 3 მარტი დაგვიანებით უკვე მივულოცეთ დედებს და მე მგონია დრო ახლა 8 მარტი მივულოცოთ წინასწარ ქალებს. ქალთა საერთაშორისო დღე. ესა ერთადერთი დღე, როდესაც ტელევიზორში სერიალი უფრო ხშირადაა ჩართული, ვიდრე ფეხბურთი. მოკლედ ორ რამეს ვერ გავექცევით კაცები. კრედიტს და ქალთა დღეს. 8 მარტი ის დღეა, როცა კაცები დილი და რიგში დგანან იქ, სადაც სხვა დროს თოფითაც ვერ მიიღან. სხვათა შორის გამიგია რომ ზოგი კაცი 7 მარტს ჩხუბობს, რომ 8 მარტის საჩუქარს ასწრის. მაგრამ გონია ეს არაა სწორი გათვლა. ეგ ყველაფერი საბოლოოდ 9-ში უფრო ძვირი ჯდება. კი ბატონო და რას დავაკვირდიცი? 8 მარტს კოსმეტიკის მაღაზიაში შესული კაცი ისე გამოიყურება, თითქოს დანაღმულველზე იდგეს. და 8 მარტს კაცები ამოწმევენ Facebook-ის მემორს, რომ იგივე საჩუქარი არაჩუქოს საყვარელ ქალებს. რაც წინა წლებში აჩუქეს. კიდევ ერთ ჩემს კვლევაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. რითი ვარ ბრიტანელ მეცნიერებზე ნაკლები. დააკვირდით აბა რამდენი კარგი სიტყვა არსებობს. დედა სადაცაა ფუძე რა. დედამიწა, დედაენა, დედაბოძი, დედაბუნება და მამაზე მამაილა, მამაზაღლი, შენ მამას. ამას აღარ ვიტყვი ახლა. და რატომ მაინტერესებს რა დავაშვა? არ ვიცი. ძალიან კი ვარ დაჩაგრულებული. ან თვითონ რატომ არ გჩუქნია ხოლმე რაღაცნაირად წესიერ საჩუქრებს. აღარ მინდა ბატონო, ამდენი
ნასკები გაიშვი. მე რას ვფიქრობ, იცი? მაინც 8 მარტი მოდის და რადიკალურები ნუ იქნება. ისე ვაჯობებს სიმღერით დაუტკიცოთ ერთმანეთს ჩვენი უპირატესობები. რა სიტყვი? მშვენიერი იდეაა, თუმცა სიმღერამდე მინდა შეგახსენოთ, რომ სულ რაღაც 2 დღეში პაატა გულიაშვილის თეატრში პრემიერა გვაქვს. ნუ სამწუხაროდ მარტის ყველა წარმოდგენის ბილეთები მარტისთვის ყველა გაყიდულია, მაგრამ ინფორმაციისთვის მაინც გეტყვით, რომ აპრილის თვეც დაგეგმილი გვაქვს. ბატონო და პრემიერა, ესე იგი, კაცი ადამიანის მიხედვით ლუარსაბი და დარეჯანი და ძალიან გვიხარია, რომ უკვე მეორე თვის დასაწყისში მეორე პრემიერით ხდება ეს ახალგაზრდა თეატრი. მოგლეთ გელოდები. და სანამ სიმღერაზე გადავალ, მადვე მაქვს ერთი კარგი ინფორმაცია. აუცილებლად დაგველოდეს გადაცემის ბოლოს, კარგი დიდი ხნიანი პაუზის შემდეგ მე და გიორგის ახალი სიმღერის პრემიერა შედგება და არ იქნება ურიგრო. აბა გელოდები. მოკლედ ვიმღეროთ ახლა რისთვის ვართ მოსულები? აბა გამაიყვა. წავიდეთ. მიმინოს მცხერზე და ნეტა იგამაგებინა აი კარგები ხარ ჩვენზე და კარგები ხარ ჩვენზე და ძლიერის ხესი ვართ ვიტომ გატარებ ხელზე და ერთი უყურეთ რას ამბობს ნეტა იდუართ ჩვენია რაც ფეროთ გინდა აიღეთ და მთავარი როლი ჩვენია ყოველთვის ტრაბახობთ სხვა მეტი რა დაგჩენიათ ყოველთვის ტრაბახობთ სხვა მეტი რა დაგჩენიათ თქვენს გამო თავებს აკრძოგავთ დაგვირია ვალები იმ სამეულშიც კი ჩაგწვით ღვინო დუდუკი ქალიები ღვინო დუდუკი ქალიები თქვენ კი სული გონიებ თითქოს აქტივად თავიები მხოლოდ ერთი დღე რომ გახსოვთ ჩვენი კოცნა და ალერსი სუფრასთან იმდე ღვინოს ვამთ რომ ლამის დაგჭირდეთ პამპერსი ალერსი ვის უნდა მარტო ალერსი მოხვალ შენ სახში და ჩაგაგდებ მოგელ შავ დღეში ერთი ჭიქით ვერ დაგლოცავთ უნდა დავლიოთ 10-ო ხო და დესერტად მზად არის მდუღარე ცეცხლი ნავთიო მდუღარე ცეცხლი ნავთიო ქალი რომ დაგწევლის კერდი დაგლოცავს მათიო ყოველთვის კარგად იქნებით საღლი არ დახტებს თქვენ ბედსა სანამ ჩვენ სახში მოგიტან საჭმელს ასმელს და დესერტსა საჭმელს ასმელს და დესერტსა ჩვენ ბედს არ მივანდობ თუ დაგვიჯერებ თქვენს მეცა რა გავაკეთო მეტი რა საწევი ყო რომელიც ამდენი წერე რა ქვია აქანა ადგილი არ არის ამას აქანა უნდა მაინც და მაინც რა გავაკეთო რა ვправე გამისკდა თავი აღარ შემეძია რა სასწიკუტელი მოვახერხე მე საბიჯო გააჩერეთ რომ შემამღნავით კიდო მაკვიდა საწევი ყო ვეცერი აღარ ვის ტელეფონი რეკავს ერთი წუთი ალო დიახ დამგრძალავი ბიურო რაში გაგეხარდებოდათ გისმეთ არა გვაქვს ბატონო ადგილები არა გვაქვს ადგილები და სხვაგან გადარეკეთ კაცო სხვაგანაც ხო არის დამგრძალავი ბიურო ხო არის გადავირიე კაცი არა ბიჭო არ მაქვს ადგილი თქვა და სახში გვარწე მიყვან პაპუაშენის მამინდას ვიღაც ერთი კიდე სახში იმას ვერ მოუხერხე ვერაფერი დამანებე ბიჭო თავი ერთი შემეში ერთი წუთი გადავირიე კაცი ბიჭო ჭკუაზე აღარაბა რა საწევი ყოლი ვის რა უკეთე ეს საკეთ ეს იგი შეგენასვა და ახე გაგვიდაფი კარებში მომძაით გესალე გამარჯობა უნდა მიშველო წრემს ვეღარ რაში სიტეტრი დამეყუპა
მე რაღა უნდა გიშველო, გშველებია უკვე შეგაიგასო. დედა დამურდგა ტანში კაცო. და ადგილები რო აღარ გვაქვს, რა უნდა გავაკეთო რაღაცა. წინასწარ ქონდა ნაყიდი ადგილი ცხოვრების თქვენთან და რას მელაპარაკები კაცო? დედა დამურდგა ტანში, გული უხსოვ, ეტყობა საწყად და გეიმზადა წინასწარ. არა კაცო, მე მიყიდა. შენ უნდა ჩაგდო, იქედნიდა, მაგრამ შეფეხები. არ დასალდა იმ უბედურს და მე რო ვაგვირდები ძალიან ყვარებია თქვენ და თქვენ სიდეც ერთმანეთში. ძალიან. კაცო, ლეგენდები დადის ჩვენზე. აი გავანებოთ ახლა, მოკლედ ისე მინდა გავაკეთო ყველაფერი, რომ აი ნათესავები ხო იყვნენ კმაყოფილები, ნათესავები და თვითონაც. შეგენაცვალე, მოკლედ არაფერი, არანაირი პრობლემა არ იქნება შენი სუფრა, პურმარილი, სხვა დანარჩენი იქნება საუკეთესო. გზავრობით კიდე იმნაირი გასისწინებული მანქანით ვამგზავრებ, გადმოსვლა არ მოუნდა. მაგრამ რა უნდა ვქნათ უკვე ერთი საგვაქ რა გვია? მინუსი. ადგილია ბიჭო პატარა 2 მეტრ აგსულ ასე. შეკაცო, მეც არ გამე. სიღრმე გონეს, კაი და დანარჩენი და იქ. სიღრმე. ძმა, მიყვარს ამნაირი ხალხი, უბრედეზია. და რა მინდა იცი? სადაც დავგზავნ, სადაც დავგზავნ, აი ის მინდა რომ კარგად ისე გემრიელა გადავხო. არ არის პრობლემა, კაცო, მაგრამ რადგან ეს გადახურო ახლა რა სავალე. წვიმის წვეთები არ მინდა რომ მოხდეს. ეგ ისეთი იყო. ეგრევე აიყრის, გაიხარებს იმ. არ არის ეგ ცუდი აზრის მათა შორის. მე გავიდვალისწინებ მაგას მეც გამომადგება მაგით თავის დროს. დავდევარ გავაგერა ხო მადლობა კარგია. კი ბატონო. ესე იგი კიდე ერთი პატარა თხოვნა შეიძლება რომ აი ღრმად რო გავჭრათ საფლავი და ზემოდან აი დიდი ისეთი მარმარილო რო დავარ. მარმარილო. არ არის კაცო პრობლემა. მე რო ვაგვირდები თქვენ მართლა მაგრად ყარებიეთ კაცო სიდე. მარმარილო, ბიჭო, მარმარილო. ჩემ მეგეთყი კაცო ხა რაშია საქმე. სილამაზისთვის კი არ მინდა. არა მოძრეს ეგ შობელძაღლი მე ვიცი ეგ რაც. დედა, რასიდრედი დავკარგე. რას მელაპარაკები? დაძებნე, კარგად, ეგდება სადმე. მოძებნე, კარგად. შენი შაკირის თავი მაქვს ახლა მე. სიდედრი გარდამეცვალოწია, სიდედრი, აბა. რა ვიცი. არ გავს გარდაცვლის კაცო, შენივრად კი გამოიყურება. ეს არ მოჭეჭიმა. მანია წეროს ამას. ეს ცოლი არის ძები, აბა? აბა. კარგი, ერთი წუთი თქვენ ამას გისვეთ აბა. რა შეასაქმე რა. მოკლედ აი ლამაზი კაბები უნდა მოვიტანო, მინდა რომ ჩააყოლოთ, უყვარდა. ხო და პარფიუმერიასაც მოვიტან, იმიტომ რომ ისიც ძალიან უყვარდა და ეგეც ჩავაყოლოთ რა. კიდე გადაჩინინი ვარა. კიდე კაი, მეც არ უყვარდი ამ ჩემს ცინეთს, თორემ ხო მიმაყოლებდა ეს დედამის. გააჩვენა ბიჭო. უკაცრავად და გეწიქით. სასახლეები რა ღირს? სასახლეები გენაცვალე ჩვენთან იწყება 1000 ლარიდან და 5000-იანიც გვაქვს. ხო და ყველაზე ძვირიანი მინდა. მეტის ღირსი იყო, კი, ნამდვილად, ხო. ეხლა მაგითი რისი თქმა გინდა შენა? რა ვიცი კაც. ზაბიც მე დავნეული ვარ. გლოვიანეს სიძე ვარ და გასაკანაკოდ მე თვითონაც არ ვიცი და მიგე. გაუმარჯო ჯიგრებო, ბოდიში რა ერთი. აიღო კაცო, აქ შეიძლება ესე მოპარო ესეთ ტიპაში ადგილი. რავიებო. მოკლედ რა ხდება იცი, ის რა ქვია, მეზობელი გარდამეცვალა რა, და ადგილი მინდა. მეტრა 96 იყო სიმაღლეში, ხო და სიგანე 50 სანტიმეტრი. ეგ ჩემისა, კი არა დაიგუბერნე. რამ სიგზე ყოფილა, კაცო, ადგილები რო არა გვაქვს შეგედაცვალე. ადგილები არა გვაქვს. ნუ კაი, მაშინა მარტო სიგანე იყოს და ფექსზე დამდგარი დავუწამოს მაგით და. კაცო, რო შემოვარდით, აქ ჩემო ბატონო, გადმომძანით აქეთ თუ შეიძლება. ჩვენც გლოვიარეები ვართ, ვერ ხედავთ კაცო. და პირველები მოვედით,
მე ვიკითხე რომ გლოვიარე ვარ მე. მე თუმცა გამაგზავნა. გაარკვიო და ვარკვევა გერა. ბიჭო, მომიხერხე რამე რა. რა გავაკეთო, რა მოგიხორკო, გენაცვალე, გეურები არ გვაქვს ადგილები და რა უკრას, დაიანკა ღვარა, მოდი, გამოდი. მართალია ეს კაცი ხო და ბოდიში გავაგრძელოთ რა. აი ერთი წუთი. საწავის. სალარის მეორე აქვს. აგი. აი ეს სურათი მინდა რომ გამიდიდოთ რა. მანახეთ. რაი? ეს მე თუ მკითხავ, რომ დავაპატარო თუ უკეთესი იქნება. ხო, რა ვიცი, კაი ეგრე ვქნათ. შენ უფრო იცი და დანარჩენი გასაგებია. კაი, ესე იგი ყველაფერი გავიარეთ, სუფრა იქნება, ეს კატაფალკა იქნება, ეს იქნება. ხო არაფერი მავიწყდება, ვითქვა? უი, კაი გამახსენდა. ფერვერკი მინდა. იცი რა, ქელეხის ბოლოს მინდა, მავიწყდება, აი ბოლოს უკვე დავაყრით ბოლო იმას და ამოვიდეს. ასეთი კრეატიული კლიენტი მე ჯერ არ მოვიარდა. ფერვერკი კი ბატონო. ერთი წამი მაცადეთ რა. ესე იგი, ძალიან მინდა რომ სუფრა თქვენ გააკეთოთ რა. კი ბატონო, ჩვენ ვაკეთებთ. ღვინოს მე მოვიტან. კარგი ღვინო მაქვს მე. ეგე თევსა, ჩემი ქმრის მეგობრები გამომიგზავნიან ფოთიდანა. ხო, რაც შეეხება ლობიოსაც ჩემი პირველი ქმარი გამომიგზავნის აჭარიდან კარგი ბათუმურა აქვს. ბრინჯიცა მაქვს. ხო და ეგე ნამცხრობს კიდე ეს გამოაცხობს. აი გენაცვალე, ყველაფერი ჩავინიშნა და მაშინ მიცვალებულს დაგახვედრებ ჩვენსაც. აი ეს რეგამიგე? მაგრამ იმას უყმე, ჩემი სიდედი საწავიყო, საწავიღო. ბიჭო, მაინდა ჩემ მეზობელს აწავიღო შესდიეთ. მარტო ხელაკაცი იყო, მიუწვე გვერდზე იმას. რა, იმასაც წავიდე. დამამარხინეთ კაცო ეს კაცი. გამოსვენების პრობლემა არის, უბრალოდ. გამოსვენების პრობლემა, რა პრობლემა იყო? შეგაძო 4 კაცი დაჭირდება და ეგ არის. სასაულებს მეუბნებია ხო? შენ არის რა კაცი იყო, თორემ მაგას კაცს ვერ პოულობ სამეზობლოში, რომ ხელი მოკიდოს და წაიყვანოს. მეც მოგეხმარებით, ჩემო ბატონო, არაც არის ხა სულ რაღაცა 150 ლარს ვიღებ გამსახურში. და მე თქვენს შემიშველოთ ხელი ჩემს სიდედრზე, არც იქ იქნება ორიგო, არც იმაზე ირეოდნენ ეხლა თლათ. ო, კაი ძმა 200 ლარი იქნება ჩემი და მაგას. კარგი, ხო და ისა სუფრა რა ჯდება ჩემო ბატონო, თქვენთან კაცი. სუფრა ახლა რა ჯამოზე, კაი შინაურობაში, მეგობრებო, რა სუფრა იქნება ჩიტირზე რო არ დააკდება 60 ლარში გავაკეთებ ძმაო მაგას. აი, ფასია. დედა, სიახიე და რა იაფი ყოფილა? ხო და მამა შენი აღარ წავიყაროთ მაშინ ეთითა რა? გაჩუმე ერთი ენა შენა. რა მითხარით იცით? აი, ურმარილი რომ მორჩება, სად რჩება ეგა? რასაც ჭამთ მიგაქვთ და რასაც ვერ აქრჩება თქვენ გენაცვალე. მე რა მაინტერესებს ეცი? ეს რა ჯდება ის რო აი საფლების ქვა რო არის სურათით. მარმარილოს იჯდება 5000 ლარი. ძვირია მაგინა მეტა. გაჩმენა. მაცადე, ძვირია და რას გეტყვი იცი? საწყალი იმან მოკლა კენჭის გავლა ქონა ესე კენჭმა გეიშხვილა და მოკლა გამიგე. თირკლიდან იმხედა ქვა მოიღეს ლოდი იყო ლოდი. ხო და ისო დავადო გულზე რა მოხდება რა უჭის ა? ბიჭო, რებს ლაპარაკობ შენა. ხო არ გინდა აქვე დაგამიწო. უყურე ამასა ერთი. მე გენაცვალე, მოდი რა, მე საქმეა. ნუ ვიჩხუბებთ აქ, მათი ვივცეთ გარდა სიდედრების ხარ ძირითადად მომბრძანებული და ეგ კი არა, ცოტა განწყობა რო ავიმაღლოთ, სიმღერით ხوار. სხვათა შორის კი ვიფიქრე ბიჭები, რომ დავინახე რაღაცა კაი ხდება თქო. კი, ჩემი რო სიდედრი არ არის მეზობელი როა. იყოს, კაცო, იყოს. ვიგიყურებს? მე მაწყობს მაგალითად. ვიმღეროთ მაგის დედა სვატინე თან ვფიქრობდი, რა მინდა თურმე და მე ვღერევა ბიჭო და რატომ ვიმღერე? აბა რა ცოტა პოზიტიური განწყობა უნდა შევიტანო. კი ბატონო, წავიდო. მართლა საჭირო კაცი ვარ არც ვიღობ სხვაზე
გაძლას რადგან თქვენ ჩემთან მოხვედით ზენაჩი და ერხა ვიღაცას იქნებ ტყუილად უწუწუნებ სიგრძის რომ ვფრთხით ძალიან იქ თურმე აღარ ცესხიდა აღარ საბანკოვალია ყველა იმ ქვეყნის შვილი ვართ ესნება კარგად იცოდეთ ხოდა მერე არინანოთ ამ ქვეყნად სწორად იცხოვრეთ სადარ ვიყავდა სადარა სულ კითხვა კითხვით მოვედი უნდა მიშველო ძმობილო გარდა მეცვალა სიდედრი სიტამაში მყავდა ვაჭმევდი არ ვიცი სად გამიწივდა შემძმა კაც ისე შეშურდა თავის ოცხალში მიცვლიდა დაგრძალვის შემდეგ სუფრამ სურს მეორე განყოფილება საფლავის ქვაზე ჩემს სიდეთს რომ კონდეს კმაყოფილება მეციდერს ვგლოვობ ჩქივიჯიმა კუბოს სიმყარეს ვამოწმებ ისეთი უნდა იყოს რომ მიწიდანაც ვერ ამოწვრეს შენი დროც მოლა იცოდე შაგიკრამ 4 საფიცარსა ტირილით გულზე დაგაყრი საცეში გასწრილ მიწასა ნუ ჩხუბობ და ნუ კამათობ ცხენა და გავდოთ მოდიეს გულს არ დაგწვეთ და გვირდებით დაგიდინავებ თორივეს აქ ისე ხდება შევშინდი მეც არ გამაქრონ უკვალო მეზობლის გასვენებაში თავი კაცი ვარ უბრალო მომგლავდნენ მაქეიფმა დიდი სუფრების გაშლამა სადარდებელი ერთი მას არაკალდეს სუფრას ხაშლამა სურვილის ალმაც მერწმუნე მეორე თქვენთან შეხების ჭირი იქადა ხინიაკ ათი ქორწილში შევხვდებით ამაჰე დავბრუნდით ჩემო ძვირფასებო და სანამ ჩვენ დღევანდელი გაცემის სტუმარს წარმოგიდგენდით გვინდა გითხრათ რომ მოკლედ უკვე ზეკ 7 მარტს პაატა გულიაშვილის კომედიის თეატრში პრემიერა და ვთქვათ ყველა ბილეთი გაყიდულია მაგრამ მაინც ინფორმაციას გაწვდით რომ შემდეგ როცა დაიდება აუცილებლად იყიდო მოკლედ შრომობთ რა ბატონო სამამა აქედან პირდაპირ იქიდან პირდაპირ აქ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მოკლედ ზეკ პრემიერაზე გელოდებით იმ ადამიანებს ვინც მოახერხა უკვე ჩვენი ბილეთების შეძენა და შემდეგ აუცილებლად მოგაწევთ როცა დაიდება ახალი წარმოდგენის გასაყიდი ბილეთები რაც შეეხება შაბათ-კვირას რა თქმა უნდა კომედია არხზე ზუსტად საღამოს 8-ზე უნდა უყუროთ მიხოს და მაროს ახალ ძალიან კარგ სერიებს საგაზაფხულო სერიები და ერთიორად განწყობაც აიმაღლოთ შაბათ-კვირას მინდა ვთქვა და იზღა დაგვრჩენია რომ ჩვენი ძალიან საინტერესო სტუმარი წარმოგიდგინოთ კარგი ადამიანი კარგი კაცი კარგი მომღერალი ჩვენი მეგობარი დათო მეფარიძე გენაცვალე, ეთილი იყოს შენი ფეხი წელს ჩვენს გადასარევ გადაცემაში
როგორც გიყვარს ახლა ეს ჟღერადობა ვიცი რომ ძალიან ხიბლავს, როგორც ყოველთვის შენ განკარგულებაში. დავით როგორ ახარ? გენაცვალე მოგესალმებით ორდით ქართველს. შემოგევლე. ჩემს მეგობრებს, მაგრამ ეს სიტყვა მეგობრები არ მიყვარს, უფრო ჩვენ ძმაკაცები ვართ. მე და პატიკო ესე სლენგით ვიხმაროთ. რაზბორკაზეც კი ვარ თურქეთში ნავყო. ახალგაზრდობაში. მაგარი ნაცვალები. თაგვი იყო მე ახმეტგარი. კი ბატონო. ძალიან მიხარია. არ მოგვადგეს სერიალის ამბავს ყვება. ხო ხარ, კარგად დათო. ისხალობით შემოძმებო მე ამ დაძაბულ სამყაროში ძალიან მიხარია რომ თქვენ ისეთ საქმეს ემსახურებით რომ ხალხის განწყობა რაღაც უკეთესობისკენ შეცვალოთ და ხალხი გააცინოთ. ეს არც ისე ადვილი საქმეა, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ძალიან კარგად გამოგდით. მადლობა თქვენ მთელი ერის სახელით თქვენ გენაცვალეთ. ძალიან მიყვარხარ და მიხარია რომ დღეს ერთად ვარ და იმედია რაღაცებზე ვისაუბროთ. თან რაც არის მთავარი, მე ყოველთვის მინდა ვთქვა რომ შენი სტუმრობა ყოველთვის არის დაკავშირებული რაღაც შემოქმედებასთან და რაღაც ახალს რო გთავაზობ ვიცით და ჩვენ მაყურებელს უნდა ვთქვათ რომ ჩვენი ასე ვთქვათ ამ ბლოკის დასასრულს უკვე მართლა არაჩვეულებრივი ვიდეო რგოლის ახალი საპრემიერო ჩვენება იქნება რომლის ავტორიც გახლავთ ჩვენი დათო მე და ნიკუშა ვნახეთ და ძალიან საინტერესო და კარგი და ასეთი შეიძლება ეს სიტყვა ვიხარო შემაძრწუნებლად სასიამოვნო სანახაობაგები და რა ვიცი დიდი მადლობა ნიჭიერი კაცი ხარ და მიყვარს შენი შემოქმედება როგორც თქვენ ემსახურებით აი თქვენს საქმეს ესე დიდებულად და კარგად გამოგდით მე ვცდილობ რომ შეძლებს და გვარად რამე ისეთი შევქმნა რომ ადამიანებში რაღაც კარგი ემოცია გამოვიწვიოდა ვისაც ჩემი სიმღერა უყვარს, ვინც ელოდება, არა გაქვს უფლება რომ დააღალატო ეს ხალხი და საერთოდ არის ხოლმე რატო არ ვიცი, მაგრამ ნუ აიტყობა იმდენად უხერხულობიდან გამომდინარე, რატო რომ მაინც რაღაცა უცნაურ და უხერხულ სიტუაციებში ხდებიან ხოლმე დაკრძალვებზე, პანაშვიდებზე, აი ბევრი ისტორიებია რა ეგეთი და ეხლა რომ გადავ აი ეხლა მე მაგ დაკრძალვაზე აი მიცვალებულთან დაკავშირებით გამახსენდა რა ეს მოლას რო გითხებიან იცით მოლასთან მივიდნენ ახალგაზრდები და მოლა ბატონო აი მიცვალებული რო სასახლით გამოაქვთო რა რომ გამოასვენებენო სასახლე საიდან ჯობია რომ შეუდგეთ წინიდან თუ უკნიდანო რა როდესაც მიგახსოვდა მოლა მოთხრა მაგას მნიშვნელობა არ აქვს თავარია შიგნით არ იწვევ თავარია შიგნით არ იწვევ დანარჩენი წინ დგახარ უკან დგახარ ეს ყველა დღე ღმერთი საჩუქარია და უნდა მიყვე და იცხოვრო ძმაო და მადლობა გადავახადო უფალს რომ ამ ქვეყნად ხარ და სიკეთე აკეთო და ადამიანები გიყვარდეს მეტი რა არის ცხოვრება არაფერი უნდა მიყვე ესე ღიღინით ბოლომდე რა და სანამ ჩვენ შიგნით ჩავძვებით ჯობია ეგეთი ამბავი ეს რაღაცა ისტორია აქვს რაღაცებია. გურიაში გარდაიცვალა ვიღაცა რა ახლობელი და მოწავიდნენ ახლა. ჩავიდნენ რაღაც მაღალმთიანი სოფელია. და როგორც წესია გითხებიან რითი დაგეხმაროთ რა ჩვენ რა შეგვიძლია თქვენ რა უნდა დაგვეხმაროთ ერთადერთი თუ შეგიძლია თუ რაიონში ჩადითო და ახალი განსაცმელი უნდა ჩააცვა რა მიცვალებულს და იქნებო რამე ამოუტანოთ რა ეს შარვალი კოსტუმი როგორც არის რა წესი. ნუ ახლა რა თქმა უნდა ესენი ეგრევე დაждდნენ მანქანაზე წავიდნენ რაიონში. მივედით ახლა ეს ჯობა ყვება და ბიჭო. ეს ზომა არ ვიციო რა და ამ დათოს ეუბნება რომ შენი ტანის იყო და ახლა შენ რაც მოგერგება იმასაც კარგად ეკნებო. ნუ აიღეს ახლა არჩი ეს უყოლაფერი რა ამ დათოჟარი ესეროს ამის ტანზე და ახლა ტოფლის ფეხსაცმლის ზომას არ იციან და ახლა წამოიღონ და პატარა მოუვიდეს. უკან უაღარ წამოვლენ და ბიჭო იგი დიდოა რა ცოტა დიდი ფეხსაცმელიო რა და თან ცოტა იაფეს ღირდაო ერთი 45 ზომა იყო ჩვენ ერთობლიო რა უჭირს ახლა პატარა არ მოუვაო და თუ რაღაცაო გადააფარებენო რა და ეგ არისო და აიღეს ეს ტუფლი თურმე და მივიდნენ ჩააცვეს ეს ტუფლი ქეკონდა ლასტებითო ჯობაება ამოშერილიო გადააფარეს ეს ახლა გასვენების დღეა რა გამოასვენეს ეს მიცვალებული თურმე და მოდი ამ გურიაში წესია თურმე რომ მოდის ვიღაცა წერილს უდებს ეს ჩემ ქმარს მეუდანე იმან ეს მამაჩემს მეუდანე ვიღაცამ რაღაც წინდები ჩაუდო ჩემ შვილს მეუდანე და
ჯოა მოუტრელ და დათოსდაევნოთ მაგარ შარში ვარ დავით დედა გვაქვს ნადირები რა იყო ამას იმდენი საბოდიალო ქონი ამ ტუბლებით რას ივლისდეს ამას იმდენი საბოდიალო ქონი ამ ტუბლებით რას ივლისდეს აი ესეთია ჩვენი ჯოა შენი ერი ამავია რა ვქნა ისე კატაფალკის ისტორია აქ რაღაცა კატაფალკის ისტორია ეხლა მე ვიცი თქვენ მოკროლიც გეკნებათ ყური და ეს ჩემიც მაგაცია ბავშვობის მეგობარია პაპუნა როგორ გითხრათ რომ პაპუნა ბახტაძე ცნობილი ექიმია რა ჩვენი ქალაქის მთავარი ექიმია რა და რუსთავის მთავარი ექიმია ჯანგანიც იყო ეს 90-იან როგორც კი ესე იგი სწავლას მორჩა სამედიცინოს ეგრევე საქმე შეუდგა ჯერ ქირურგი იყო რა მე ესეთი ამბავი და ბოლოს ჯანგანია და ქალაქმა გააგზავნა ეხლა საზღვარგარეთ რომ რაღაცა უნდა ჩამოუტანოს რომ ქალაქს უჭირს კაცო ტექნიკა ჭირდება რაღაცა ჭირდება რომ ადამიანებს უყურდან ჩამოვიდა პაპუნა რა ჩამოვიდა პაპუნა მე ვთხარი აბა რა ხდება როგორ არის დამათვალიერებინა იქ რაღაც ტექნიკა გამოვიდი მანქანა დგას რაღაცა ეზოში არ მისიამულა მაგარი ზონა ხო მაშინ არ იყო ეგეთი მანქანა მეთქი ეს რა არის ვიტალიჩი რა მანქანაა თან მე მიყურებს რომ მე სულ ჩასაფრებული ვარო რაღაცა უკბინო რა ესეთ პონჩი რა წავეღადაო მივხვდი რა კატაფალკაა რა ეხლა მე მეუბნება რომ ამასო გადავკრასკავო შიგნით მაგიდა ჩაიდგმებაო და ვივლით და ვიქეიფებთ აუ მე ვთხარი ეგ აგვაკელდა და ეხლა კატაფალკაში ვიქეიფებ ეს რა მოგახსენო ჩემო პაპუნა ამ მანქანას ეხლა შენ სამი ან გაყიდე ან ვინმე საჩუქი ან მოაშორე თორე რაღაც ჩარში შეიძლება გაექვიო მეთქი რა და ყველაფერი კარგი აგიხდა საღამოზე სუფრაზე ვარ თქეიფობთ და რაღაცაზე გამაბრაზა რაღაცა წამე кайფა რა და ლოცავსო თავი და ქალაქის იმ თავარ ექიმს გამომარჯოს ქალაქში სასწრაფო მანქანის მაგერად კატაფალკას ვერ ჩამოიყო მთელი წელი სვავდა ესე იგი პილაზე დაპატიჟება და გაუმატოს მაგრა აგორდა მაგრა და მე მივდივარ რა ჩამოაყვანიდა ვერი გავი ო მაგას არ მეუბნებოდი მივედი და მეუბნები რომ შევეკითხე ახლა სამ პაპუნას უნდა იცნობ მეთქი რა ახლა აიმდენი იმათ ღირდა მეთქი ეს მანქანა ეს რა ბიზნესი იყო მეთქი ეკეთქი რომ რამე შემოსავალი მეთქი არის მეთქი რაღაც ბიჭო რაც ეს კატაფალკა ჩამოვაყვანე სუახლობლები გდებიან უნდა გადავიდეთ ცოცხლებზე თორი არ გამო გადავიდეთ ცოცხლებზე ესეთი ისტორია არის აქ აი ისტორია ეხლა რახან გურულებზე ცოლადაც გასარიგებლად ეს მომეწონა კი გარიგების ამბავი როგორ არის იცი რომ გურულების იუმორი მიყვარს საერთოდ და ერთი კარგი მეგობარი გურული ბიჭი ყავდა რა ნუკრი მამალაძე რა და ღმერთმა აცხონოს აღარ არის ხო და ახლა რა უკვე 39-40 წელს მიუკაკუნა და ცოლი არ აყავს რა და მეგობარი დაქორწილდა და ხო იცი რაიონში პალატკაში რომ ქორწილები იყო ხოლმე რა დიდი სეფები და ოლი გარმონი კლარნეტი მთელი ამბავი კაი დრო რო იყო ახერხი ხო და მეორე დღეა რა ეხლა იმ დღეს იქეიფეს და აღმოჩნდა რომ ამ ის ყავს ცოლის და არის დასაქორწილებელი და საოჯახებელი და უკვე მთელი აქ ეხლა საახლობო ჩალიჩობს საერთოდ მოდი რა დავოჯახოთ ნუკრის რა კაი გოგოა მშვენიერი გოგოა რამე და ჩააწვეთ ეს ეხლა ამ სიძესაც ამან თავის უკვე ახლად შეძენება უღლესაც გაანდო ეს ამბავი ხო იცი უკვე მეორე დღეს ფატა რო აღარაცვია ჯინსებით რო არიან რა და ეს სიძე არის უკვე ამ დედოფალზე ხელი აგადახვეული და აქეთკენ მეორე ეს ცოლის და არა და დაუძახა ნუკრი მოდიო რა ესო გაიცანი ჩემი ცოლის და არისო ესე იგი იურიდიული დაამთავრაო ასპირანტურა დაამთავრაო იქ ვაკეში სახლი აქვს იქ ბორჯომში დაჩა აქვს და იქ მუშაობს სამინისტროში აი გოგო მეოჯახე წესიერი სამინისტროში მუშაობს ხო მაგაზე ლაპარაკიზე პატიოსნებაზე და მაგაზე ლაპარაკიზე მეტია და სამინისტროში მუშაობს 3000 ლარი ხელფასი აქვს რა და მე ეგ ვერ მოიყვანე შეჭე ნუგრიზე რახან გადავედი კიდე ერთ კაი ისტორიას მოგიყვებით არ გეცოდინებათ ნუგრი თან კეიფიც უყვარდა და ძალიან ესეთი ჯიგრიანი საუბარი ქონდა რა აი ნაღდი ქალაქელი კაცი იყო რა და სახშია პახმელიაზე რა და ხო იცი
ფახმელები არავის დანახმარ ვარ გინდა. ხო, აი ცუდი ფახმელია. და ის ჭორიკანა მეზობელი რო ყავს და მაინდა-მაინც მაშინ რო შემოვა და დედამის ელაპარაკება თუ რამე ამბავია ვინ რაკნა ვინ სად იყო და ყველაფერი შეჭერა. მაგრამ თან მალმალი რო ხო და ეს როგორ დღეშია იცი რომ გარუჩე საბუტელნის ეძებს რომ როგორმე გაძვრეს და არ უნდა რა ამის ლაპარაკი. და ამ ქალს ხონია ჯიბლიბო რა და დედამის ეკითხება თუნო ეს ჯიბლიბო რა ვქნაო ესე იგი რომელექიმთან არ ვიყავ რა არ ვიღონეო რა არ წავისვი რამაზი არაო თუ არაფერთ არ გადის იმა მაწუხებსო და ეხლა მასწავლესო კაცო ესო ენას რო არაჩინებს ხო იცი ეხლა მასწავლესო რომ ცხენზე უჯდომი ბიჭის ჭუჭუა უნდა მოისვა თვალშიო და გაგივლისო რა და სადმეძებო ეხლა ცხენზე უჯდომი ბავშვია მე და ნუგრი იქიდან 35 წლისა მაყოლა და მე რა ვარ ცხენზე ნაჯდომი რო გავიდა თურმე ზგალი ისტორია აღარ ჭირა მიგერ ვარ ცხენზე ნაჯდომი მე მოკლე ანეკდოტები შენიცი მოკლე და ძალიან ტონგი ანეკდოტები და ზესტაფონში სამონტყოფოში არის მისული კომისია რა ეს ნიგა უფრო გაიგებს იმერელი შენს გაიგებ მაგრამ ძალიან ისეთი კომისია ეკითხება ზის რა იქ ვინც არის მენეჯერი ახლა რამდენი ექიმი ხართ 17 ვართ ბატონო ავანტყოფიო აბა ადარი ავანტყოფიო ბატონო აბა ესეთი ანეკდოტი მინდა რომ მოგიყვეთ 64-ის კარტთან დგანან ალბათ აქ 64-ის კარტთან ვინ იდგება ვინც აქ სწორად იცხოვრა რა და ეს თავარანგელოზი ხდება ეხლა და ეგრე სამონთხოში არ არის ეხლა ყველა ერთნაირ მდგომარეობაში არ დგება იქ რომელიც უყოლას მაინც რაღაც დამსახურების მიხედვით რაღაც იმაზე იქნება რა უფრო კარგ მდგომარეობაში რა შედიან ეხლა გასაუბრებაა და ყველას ნუ ეხლა შეკითხვებს უსვამენ რაღაცა ნუ ეს უკვე რიტორიკული შეკითხვაა ისედაც იციან მაგრამ ამან პასუხი უნდა გასცეს რა ბოლო შეკითხვა აქ ესეთი ვიციო რომ ყველაფერი კარგად გაქვს ცხოვრებია, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს რა. ცოლთან თუ გაქვს ნაღალატები ამ პირველს ეკითხება. აბა ეხლა მე ისეთ ადგილზე ვიმყოფებიო, ტყუილის რა ვაგეტყვით, რა ვავიკადრებო. ცხოვრებაში არ გამიხედი არავისთვისო და არ მიღალატია მეუღლესთვის ისე ვიცხოვრებო, მთელი ცხოვრება. ვიციო რომ ესეო და ძალიან მაგარი ადამიანი ხარო და შეხვალ 60 დღეში დიდი პატივი ყველაფერი შენია და მისცა მაგარი ღვთიური BMW. მაგარი BMW რა რაღაც. ვარ არსებობს რა, ღვთიური. შეხვალ და ამ ღვთიური BMW-ი იკატავებ რა, შედი. და შევიდა. ეხლა მეორე მივიდა, მეორესაც იგივე შეკითხვები. რამდენჯერ გაქვს ცოლზე უნაღელადები? აბა ხო ვერ მოვიტყუები. ერთადერთხელ შევცდიო რა ისეთი ქალი შემოხდა რომ ვერ უთხარი ვერ ვძლიეო ცდუნებასო და უღალატეო რა ერთადერთხელო და მაქვს ეს ცოდო ვიცი ეგრეო რომ მაგრამ იმდენი ბევრი კაი საქმე გაქვს დაგედები ფეხით მაინც ვერ დაგტოვებო და მისთან 0-ზე ვიდი 0-9 რა ეს ჟიბული ეხლა ისეთი პატივი კი გექნება მაგრამ ნუ ფლათ ახლა იმ ბებეთი ვერი ეხლა მესამე მიდის მესამესაც იგივე შეკითხვები და ალალ მართალი კაცია კაცო ეს შეკითხვა რო დაუსვა ეს ცოლთან ამდენჯერ გაქვს ნაღალატები რა ვქნაო თავარანგელოზო არ გამიმაზია არავინო თუ იმე მომეწონა სულ ყველასთან ნაღალატები მაქვს მიყვარდა ქალებიო და ეს შემიცოდაო ერთადერთიო ცოლთან ბევრჯერ მაქვს ნაღალატებიო ვიციო რო ეგრეაო მაგრამ ძალიან ბევრი კარგი სასიკეთო საქმეებიც გაკეთებია. ახლა მანქანას ვერ მოგცემა, მაგრამ ველოსიპედი მისცა. ველოსიპედით იქნებიო, პატივი გექნებო, იმდენი არაო, მაგრამ გადაადგილების ახლა ფეხით არის, გადაადგილებით ველოსიპედით გადაადგილდები, შეიძლება ელექტროც იყო ახლა ეს. გავიდა რამოდენიმე ხანი და ახლა ეს ველოსიპედით მოდის რა 60-ის ბაღში. ეტყობა იქაც კალებს ათვარიელებს რა ვიცი. მე ქალთანია. გაიხედა ეს BMW იცნო რა, BMW ყავს გაჩერებული ამ ტბის პირას 60-ის ბაღში და ესე იგი გულამბოს კნილი ტირი ბღავის ისეთი ის მივიდა ბიჭო და შენ ის არ ახარ ერთად შეგვიდ თავი დამანე ბიჭო 60-ში შენ ხარო ყველანაირი პატივი შენა გოგო ამნაირი BMW ყავსო რა გატირებსო
ბიჭო 60 დღეში კი ვარ და პატივი გიმოხდა ბებე გიმოხდა მაგრამ უშინ ჩემი ცოლი შემოხდა სამაკატკით იყო თუ გააგანებდა რუსიანზე ჩემო დავით მოდი გადავიდეთ კლიპთან დაკავშირებით ვისაუბროთ და ერთი მაინტერესებს რა ეს იდეა ამბავი როგორ რა ხდებოდა ანუ ეხლა უკვე სერიოზულად ესე იგი ეს სიმღერა თავიდანვე ამბობ ახლა მე კომპოზიტორობა არ დამიწყე და კომპოზიტორი არ ვარ უბრალოდ ერთ დღეს სახში მივედი სოციალურ ქსელში ვათვალიერებ ტელეფონში და ლექსი წავიკითხე როგორც ორკუპლეტიანი ლექსი მაგრამ ხოიცი ეგრევე რომ წაიკითხავ და ეგრევე რომ ზეპირათიცი ძალიან მომეწონა მეორე წავიკითხე და ესე იგი ჩამყვა ეს ლექსი ჩამყვა და დილას რო გავიღვიძე არაფერს არ ვიტყუები რა მერტი ზემოდან იყურება დილას გამეგვიძე და მელოდია მაქვს რა ამ ლექსზე ხერი ვარ აი სიზბარში ვიმღერე სიმღერა აბდეკი თუ არა გიტარა ავიღე და ვიმღერე და ჩავწერე ტელეფონზე და დავდე რა სოციალურ გიტარაზე ნამღერი Facebook-ში ერთ ნახევარსაათში ერთმა მეგობარმა დამირეკა მეორემ დამირეკა მესამემ დამირეკა აკორდები ჩამოწერინა მე ჯერ მე არ მიმღერია კარგი ჯერ არ მიმღერია არც ვიცი რა და ნუ ერთი სიტყვით სიმღერა გულთან ახლოს მოვიდა რა და ეს ლექსი გაინტერესებდა ვისიც არის და ვის შეეძლო ესეთი მაგარი რამის ესეთი ეფექტის მოხდენა ჩემზე და ესეთი ემოციის გამოწვევა ეს რო მართლა გენიოსი ქართველი გოდერძი ჩოხელი აი ამ ორ კუპლეტში აქვს თელი ცხოვრება ჩატეული სიყვარული დარდი რა ვიცი რაღაც მისტიკური არის რა ძალიან მაგარი ლექსია გადავწყვიტე რომ ეს სიმღერა გამეკეთებინა არის ჩვენი მეგობარი ჩვენი უფროსი მეგობარი ნუგზარ აფაგიძე რომელმაც დამერეკა და მითხრა რომ შეიძლება რომ ეს სიმღერა გავაკეთო არანჟირება ანუ უკვე მივხვდი რომ რაღაც ვიღაცებს გულში მოხვდათ ეს სიმღერა ნუგზარემ გააკეთა ჩავედი ძალიან მომეწონა ოღონდ ცოტა სხვა მიმდინარეობით გააკეთა და მე დღეს რაც მოვიტანე ეს კლიპის პრემიერა და ეს სიმღერა მაგრამ როდესაც ცოცხლად ვიმღერებ ამ სიმღერას აუცილებლად ნუგზარის არანჟირებით ვიმღერებ ის სხვადასხვაა კი სხვადასხვა ორი ვარიანტი მაქვს გადავწყვიტე ამ სიმღერის გაკეთება რა თქმა უნდა მეგობრების დახმარებით დაუკავშირდი ბაქოში ჩემს ბავშვობის მეგობარს გივი უსენაშვილს რომელიც არის არანჟირების ავტორი ძალიან ნიჭიერი და არაჩვეულებრივი მუსიკოსი და ადამიანი გადავწყვიტეთ რომ უნდა ჩავსულიყავი ბაქოში და იქ უნდა დაიწყო იმან გაკეთება აი ვიცი რა მოძებნა იმის რომ სახსრებით როგორც რაღაც სახსრები ჭირდება ყველაფერს და ებრაელი მეგობარი ილოს ვეძახი ელი ქვია რა ელი ვიშნევკინი რომელმაც მოусმინა ეს სიმღერა მიუხედავად იმისა რომ არ ესმის ენა მოეწონა ძალიან გავაკეთოთ ეს სიმღერა გავაკეთეთ ჩამოვედით გადავწყვიტეთ რომ კლიპი გადაგვეღო და უკავშირდი ძალიან კარგ ადამიანს ლევან გაბაძეს ოპერატორია გიორგი ხეციშვილი სახეობი არის ახმედელის თეატრის სახალხო არტისტი ქალბატონი მარინა ხარჩილა რომელსაც დიდ მადლობას ვუხდი აუცილებლად ჩემი პატარა ძმისშვილები მონაწილეობენ და ეს სიუჟეტი ახლა მე რომ არ მოყვე დღეს იქნება ალბათ პრემიერა და თქვენ თვითონ ნახავთ იქნება კერავე აზერ გაგონის ერთხელ ნახავთ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ აი ეს კლიპი და ეს სიუჟეტი გამოიწვევს თვითონ ეს სიმღერა რაღაც ემოციებს ადამიანებში და რაღაცაზე დაგვაფიქრებს და რაღაც აი კიდევ ერთი რაღაც ლამაზი შეემატება ჩვენს ეთერს რა ვიცი კი ბატონო ეთერსაც და ცხოვრებასაც და ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვინცაც მონაწილეობა მიიღო რა პირიქით მადლობა და მე მინდა გითხრა რომ არ გაჩერდე არაჩვეულებრივად წერ და მე მინდა ჩემო კარგებო მადლობა უთრა დავითს და გიტოვებთ კლიპის პრემიერას რომელსაც ასე ქვია მოვა ზამთარი
ჭამს რისთვის მოვედით ჩვენ რას გავიგებთ მოვა თოვლი და სხვაგან წაგვიყვანს მოვა თოვლი და ისე სხვაგვარად ისე სხვაგვარად შემიყვარდები მოვა ზამთარი შენ სანახავად ზეციდან მოვა თეთრი ვარდები მოვა თოვლი და ისე სხვაგვარად ისე სხვაგვარად შემიყვარდები მოვა ზამთარი შენ სანახავად ზეციდან მოვა თეთრი ვარდები მოვა თოვლი და რთოლვი წინაზით მიწაზე თეთრად დაეფინება და სანამ მოვა შენ მურაფერი გთხოვ მურაფერი მოგეწყინება მოვა თოვლი და ისე სხვაგვარად შემიყვარდები მოვა ზამთარი შენ სანახავად ზეციდან მოვა თეთრი ვარდები მოვა თოვლი და ისე სხვაგვარად ისე სხვაგვარად შემიყვარდები მოვა ზამთარი შენ სანახავად ზეციდან მოვა თეთრი ვარდები მოკლედ ახალი სიმღერა გიო როგორც ყოველთვის პატიკო ბენდიქს ოვრელები პატიკო და გიო არაჟის ავტორი ლაშიკო ივანიაშვილი მაშასე წავედით ზაზიკო შენ ჩემი ბედის ხარ მობინადრე ისევ შენ ჩემო ბედის ვარსკვლავო ისევ შენ ჩემო თვალის სინათლე რა კარგი დღე ხარ მზე მომსინარი სიღრმისა ჩემის დიდვალაგო შენი შემავსებ როგორც მდინარე გაზაფხულობით ავსებ კალამოს პატარა სიყვარულმა ხელის გულზე გადარა გაიზრდები აბარა
ჩემო პატარა პატარა ხარ პატარა ხარ პატარა ხარ პატარა სიყვარულმა ხელის გულზე გადარა გაიზრდები 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 ამარა ჩემო პატარა ჩემო მეშველე როგორც შველოდი და მომაშუქე შუქინათელი მე კი შენს გამო დაუშენობი გადამხდა ყველა გადასახდელი რა კარგი დღე ხარ მზე მომცინარი სიხრმისა ჩემის თითოალაგო შენი სიმავსებ როგორც მდინარე გაზაფხულობით ავსებ კალავო პატარა ხარ პატარა ხარ პატარა ხარ პატარა სიყვარულმა ხელის გულზე გადარა გაიზრდები 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 ამარა ჩემო პატარა პატარა ხარ პატარა ხარ პატარა ხარ პატარა სიყვარულმა ხელის გულზე გადარა გაიზრდები 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 ამარა ჩემო პატარა ხარ პატარა ხარ პატარა სიყვარულმა ხელის გულზე გადარა გაიზრდები 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 ამარა ჩემო პატარა პატარა ხარ პატარა ხარ პატარა ხარ პატარა სიყვარულმა ხელის გულზე გადარა გაიზრდები 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 ამარა ჩემო პატარა ჩემო პატარა